საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. გზა გასაყართან ახლოს. თუ რაც გულისხმობდა, რაზეა საუბარი, ამას თქვენ რა თქმა უნდა გადაცემის მსვლელობისას მიხვდებით. ახლა კი ეს გადაცემა მინდა დავიწყო ერდოღანის ერთი ნოსტალგიური ლექსით. ის მისტირის, მისი აზრით ძირძველ თურქულ მიწებს, რომელიც დღეს საქართველოს ფარგლებშია და ამასთან დაკავშირებით ლექსსაც კი ამბობს. Ahıska, Mesxeto, sensin içimde yanan kor ateş. ჩემში მნათონა კვერცხალო, Sensin ezeli ve ebedi yurdum. ანთებულო ცეცხლო, Kavuşma ümidiyle yaşadım bunca ჩემო gün. ძირძველო სამშობლო, მარა დილო. Ümitler ki benim yenilmez ordum. ამ წლების განმავლობაში ვცხოვრობ შენთან შეხვედრის იმედად. Ahıska, Mesxeto, sen talan olmuş Türk yurdunun მაქვს შემიუძლეველი ჯარის იმედიც. gözlü yaşlı maralısın. თურქული მიწის ყველაზე გაძარცვულო Evladından ნაწილი, ayrı düşmüş როგორც ნუქრს გაშორებულო gibi თვალწმლიანო, ირემო. Ahıska, Mesxeto, yitirme ümidini. იმედი არ Bir დაგა. gün de olsa დღე დადგება, gelecek senin de altın çağların. ოქროს ხანაც მოვა შენი. Bekle evlatlarını derviş დაელოდე sabrıyla. შვილებს თავდადებული მოტნა. Yeşersin ümidi ulu dağların. დიდი Birleşince მთების იმედი. tek bayrak ერთადერთი altında დროშის erler, და ხელთ aydınlanacak გაერთიანებით განათდება yurtların, სამშობლო, ocakların კერიაში yanacak. კი დაინთება ცეცხლი. აი ესეთი გახლავთ ეს ეპიზოდი მესხეთ ჯავახეთზე. მესხეთ ჯავახეთი ყველა ქართველისთვის სალოცავი კუთხე და მართლაც ძირძველი მიწა, ძირძველი ტერიტორია განუყოფელი საქართველოსი. სამწუხაროდ ასეთი რეალობა გვაქვს, ასეთი ისტორია გვაქვს. პრეტენზიები ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი არ არის. ეს დიდი ისტორია, ძველი ისტორია და ვიცით რა გულისტკივილი გვაწუხებს ჩვენ, მაგრამ ისიც ვიცით რა მუცლის გრემა აწუხებს თურქეთს და თურქეთის ლიდერებს. აი ერთი კონკრეტული მაგალითი თქვენ იხილეთ, როგორ მისტირის ის მესხეთს და როგორ ცდილობს, რომ მესხეთი ერთხელ და სამუდამოდ წარმოადგინოს როგორც ძველი თურქული მიწა და თურქული ტერიტორია. რატომ გამახსენდა ეს ამბავი მაინც და მაინც დღეს? მოგეხსენებათ, რომ 12 აგვისტოს დიდგორობას თურქეთს ოფიციალური ვიზიტი სტუმრობდა საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყაველაშვილი. აი ამ სტუმრობის დროს გაკეთდა ორი გზავნილი, ორი მესიჯი, როგორც დღეს ვამბობთ. ერთი თურქეთის პრეზიდენტის მიერ ბატონ ერდოღანის მიერ, მეორე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონ ყაველაშვილის მიერ. რა მესიჯებზე მაქვს საუბარი? დაუგდოთ ყური თურქეთის პრეზიდენტს. აგრეთვე გადავეცი პრეზიდენტს პრეზიდენტ ყაველაშვილს ჩვენი მოლოდინები ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების მესხი თურქებისა თავის საცხოვრებლებში, რომ ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი და ჩვენ როგორც თურქები ნებისმიერ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ამ პროცესს საჭიროების სამეფოდ. აი ასე, ბატონმა პრეზიდენტმა თურქეთისა ერდოღანმა დააყენა საკითხი ეგრეთ წოდებული თურქი მესხების შესახებ. თავის დროზე, ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, ანუ დიდი სამამულო ომის დროს, 1954 წელს, როდესაც სტალინის უშუალო გადაწყვეტილებით ეგრეთ წოდებული თურქი მესხები გაასახლეს ქართული ტერიტორიებიდან. გაასახლეს იმიტომ, რომ ისინი შემჩნეული იყვნენ ღალატში და მოსალოდნელი ღალატი თურქეთის საზღვართან, თანაც მასობრივი რაოდენობით მისი მონაწილე ადამიანებისა, თუ რასაც ნიშნავდა, თქვენ კარგად მოგახსენებათ. ამიტომ მიღებული იქნა ეს მძიმე გადაწყვეტილება. მაგრამ მას შემდეგ ბევრჯერ დადგა საკითხი და დღემდე დგას ეს საკითხი ამ დეპორტირებული ადამიანების დაბრუნებისა. ის თაობა პრაქტიკულად ალბათ აღარც არსებობს.
შეიძლება თითოეულა ადამიანი არის დარჩენილი იქიდან, იმიტომ რომ მას შემდეგ 80 წელზე მეტი გავიდა. მაგრამ არსებობენ მათი შთამომავლები. რაოდენობა შთამბეჭდავია. სხვადასხვა ციფრებს ასახელებენ, მაგრამ 100,000-ზეა საუბარი, 200,000, 300,000, 400,000 და ასე შემდეგ. აი ეს ადამიანები უნდა დავაბრუნოთ საქართველოში, იმიტომ რომ თავის დროზე უსამართლოდ გაასახლეს საქართველოდან. ამაზეა საუბარი და სრულიად მოულოდნელად, ალბათ ბატონი ყაველაშვილიც ამას არ მოველოდა, საქართველოში ამას ალბათ არავინ არ მოველოდა, რომ მაინც და მაინც ახლა დადგებოდა ეს საკითხი, მაგრამ ბატონმა ერდოღანმა, თურქეთის პრეზიდენტმა ეს საკითხი დასვა. ეს ერთი გზავნილი, რომლის შესახებაც გითხარით, მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც გაკეთდა თურქეთის მხრიდან. მე გითხარით მეორე გზავნილთან დაკავშირებითაც და ისიც გითხარით, რომ მეორე გზავნილი ეკუთვნის უკვე საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს და ახლა ეს გზავნილიც მოვისმინოთ. მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისათვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისაკენ სვლას. არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით რეგიონულმა თანამშრომლობამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და ის მიზნად ისახავს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნების განვითარებას. ამ მხრივ აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთის სამხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მზად არიან განახორციელონ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები. აი ეს გახლავთ მეორე გზავნილი, რომლის შესახებაც ვლაპარაკობდი და ეს არის ის, რომ საქართველოს მხარე, საქართველოს პრეზიდენტი ყოველ შემთხვევაში იწონებს და მიესალმება იმ ახალ ფორმატს, რომელიც ყალიბდება ამიერკავკასიაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ვაშინგტონში იყვნენ ფაშინიანი და ალიევი, ანუ სომხეთის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომლებიც შერიგდნენ, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ითანამშრომლობენ, რომ მათ ერთმანეთთან არც ტერიტორიული, არც სხვა რამ სახის დავა არ აქვს და რომ ისინი გახსნიან ეგრეთ წოდებულ ზანგეზურის დერეფანს, რომელსაც მათივე ინიციატივით ეწოდა ტრამპის მარშრუტი. ახლა რამდენიმე დღის შემდეგ ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტისა თურქეთში, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ამ ამბებთან. და როგორც ირკვევა, საქართველოს ცდილობს, რომ ამ ახალ რეალობაში ჩაეწეროს, ანუ როგორმე ჩაავლოს ხელი თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის კავშირს და გახდეს მათი მოკავშირე. რას მოუტანს ეს საქართველოს, რა გაგრძელება შეიძლება ამას მოხდეს, ამაზე ან აქვთ ნაფიქრი, ან არა აქვთ ნაფიქრი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტილება როგორც ჩანს მიღებულია. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისალმება აი ამ კავშირისა სწორედ ამას ნიშნავს, რომ საქართველო მისი ხელისუფლება ცდილობს ჩაეწეროს ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში. თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ეს ამბავი, რომ ეს ახალი გეოპოლიტიკური რეალობა სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის წინააღმდეგ მუშაობა. ეს არ არის ეკონომიკური დერეფანი, ზანგეზურის დერეფანი, ეს არ არის ეკონომიკური პროექტი, ეს არის ეკონომიკურ პროექტს ამოფარებული გეოპოლიტიკური პროექტი, რომლის უმთავრესი მიზანი არის რუსეთის გაძევება ამიერკავკასიიდან. თქვენ მოგეხსენებათ, ასეთ მოძრაობებს, ასეთ მოქმედებებს რუსეთის წინააღმდეგ რა შედეგები შეიძლება მოხდეს ხოლმე. ჩვენ აგერ გვაქვს სახეზე უკრაინის პროცესი, უკრაინის შედეგები და ყველაფერი ის, რაც უკრაინაში ხდება. შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ აი ამ პროექტსაც ანალოგიური გაგრძელება შეიძლება მოყვეს. მე არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც ეს გაგრძელება მოყვება. გაგრძელება შეიძლება სხვანაირიც იყოს, სხვა მეთოდები იყოს, სხვა ბერკეტები იყოს, მაგრამ რუსეთი ამას უპასუხოდ რომ არ დატოვებს და რუსეთი კუდს რომ არ ამოიძუებს ამიერკავკასიიდან, ეს ყველას უნდა ესმოდეს, იმიტომ რომ ამას შესაძლებელია რუსეთისათვის ეგზისტენციური
პრობლემა მოხვას. ამიტომ ეს ასე მარტივად არ ჩაივლის და მე ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილება, რაც როგორც ჩანს, მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ და რაც ვლინდება აი ამ ვიზიტში ბატონ ყაველაშვილისა თურქეთში, ამაზე უნდა მეტყველებდეს და ეს, რა თქმა უნდა, დასაფიქრებელი და რთული საკითხია. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ერდოღანის ერთი განცხადება ამ ვიზიტის დროს, ყაველაშვილთან შეხვედრის დროს, რომელიც მეტყველებს თურქული ექსპანსიის მასშტაბზე საქართველოში. ჩვენ დიდი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს 3 მილიარდი დოლარი, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა და მივდივართ ახალი მიზნებისკენ, როგორც თქვა 5 მილიარდი დოლარი და აგრეთვე რომ გქონდეს მეტი ურთიერთ ინვესტიციები. იმ კარგი გუთბილი ატმოსფეროს წყალობით, რაც არის შექმნილი საქართველოში, ათასობით თურქული კომპანია მუშაობს საქართველოში. თურქული სამშენებლო კომპანიები აჩვენებენ დიდ დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტებით. გარდა ამისა, სამასის სამშენებლო დიდი პროექტი, რომელიც მილიარდობით ღირებულებისა უკვე არის განხორციელებული. გარდა ამისა, საუბრობთ იმ ერთობლივ პროექტებზე, რომელსაც ვისაუბრეთ ჩემს პატივცემულ კოლეგასთან. ამ თემაზე სრული განხორციელება საქართველოს თბილისი, ყარსი, რკინიგზის არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ჩვენთაგანისთვის. ურთიერთობა თანამშრომლობა აგრეთვე სამხედრო თავდაცვის სფეროებში უდიდესი მნიშვნელობისა. ეს არის ჩვენი დღის წესრიგის საკითხები. აქ ბოლოს იყო ნახსენები თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი. უნდა გითხრათ, რომ ეს არის ალტერნატივა აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მაგისტრალისა, რომელიც ახლა არის ჩაკეტილი. და ეს ალტერნატივა მოწადინებულია იმისთვის და შენდება იმისთვის, რომ სწორედ ის ალტერნატივა ჩაანაცვლოს, ანუ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის ერთხელ და სამუდამოდ დარჩეს ჩაკეტილი. მაგრამ ეს საკითხის ერთი მხარეა. ახლა მეორე მხარე, როდესაც ეს შთამბეჭდავი ჩამონათვალი გაკეთდა თუ რამდენი კომპანია მუშაობს, რა მასშტაბის არის ეს ბრუნვა, 3 მილიარდი დოლარი იყო დასახელებული, რომელიც 5 მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს, ანუ ძალიან დიდი ეკონომიკური, სავაჭრო და სხვა სახის ძაფებით ვართ დაკავშირებული უკვე თურქეთთან. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ რა არის ამაში ცუდი, ჩვენი მეზობელი უზარმაზარი სახელმწიფოა თურქეთი, რომელთანაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა გქონდეს ეკონომიკური და სავაჭრო და სხვა სახის ურთიერთობებიო, მაგრამ თუ კი ამას სხვა ზრახფები არის ამოფარებული, თუ კი აქ ტერიტორიებზეა საუბარი, თუ კი დიდი რაოდენობით თურქების დაბრუნებაზე, უпростоრად შემოსახლებაზეა საუბარი და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი, რაც იყო ჩამოთვლილი თურქეთის პრეზიდენტის მიერ, არის თურქული ექსპანსიის შემადგენელი ნაწილი. ექსპანსია მოგეხსენებათ სხვადასხვა გვარი შეიძლება იყოს. არსებობს სამხედრო ექსპანსიაც და არსებობს კულტურული ექსპანსიაც. კულტურული ექსპანსია კულტურულად კი ჟღერს, მაგრამ ხანდახან სამხედრო ექსპანსიასა და სამხედრო აგრესიაზე ნაკლები მოვლენა არ გახლავთ, შესაძლებელია უფრო საშიში მოვლენაც კი იყოს. ამიტომ ამ საკითხს თურქეთთან ურთიერთობისა მხოლოდ ერთი ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოზიტიური კუთხით კი არ უნდა შევხედოთ, რომ აი თურმე რა მასშტაბის ურთიერთობებია ორ ქვეყანას შორის, არამედ იმის მიხედვითაც და იმის გათვალისწინებითაც თუ რა სახის საშიშროება შეიძლება იყოს ამოფარებული ყოველივე ამის უკან. აი ასეთი გახლავთ ეს რეალობა და აქვე ბატონ ყაველაშვილის პირით გაჟღერდა ერთი საინტერესო წინადადება, რომელიც რაღაცნაირად ავსებს ყველაფერი იმას, რის შესახებაც
ჩვენ ახლა დღეს ვლაპარაკობთ. უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში ვისაუბრეთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სრულმასშტაბიან აგრესიაზე, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და თურქეთის დაუღალავ ძალისხმევაზე, განსაკუთრებით ბატონი პრეზიდენტის როლზე, რომ წვლილი შეიტანოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის შესაძლებლობის პოვნაში. რა არის ამ ნათქვამში ხაზგასასმელი და ყველაზე მნიშვნელოვანი? რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში. ეს ისეთი წინადადებაა, რომელსაც ჩვენი ყური მიჩვეულია, აგერ უკვე მეოთხე წელიწადია, ეს გვესმის გაუთავებლად ტრიალებს, რა თქმა უნდა, ეს მიდგომა, თუმცა გადაჭრით და სრულიად ერთმნიშვნელოვნად უნდა გითხრათ, რომ უკრაინაში არავითარი რუსული აგრესია არ ხორციელდება. უკრაინაში ხორციელდება დასავლეთის და ნატოს აგრესია რუსეთზე. ანუ პირიქით არის ეს ყველაფერი. როგორც დათათუთაშხიაშია იმ ცნობილ ეპიზოდში. პირიქით არის, მაგრამ კარგი დავანებოთ ამასთავი. ხაზგასმა რუსეთის სამხედრო აგრესიაზე რისთვის დაჭირდა ბატონ ყაველაშვილს. ხომ შეიძლებოდა რომ ეს წინადადება საერთოდ ამოეგდო მისი ნათქვამიდან. ან ხომ შეიძლებოდა ეთქვა მოვლენები, რომელიც უკრაინაში ვითარდება. დაპირისპირება რუსეთსა და უკრაინას შორის და ასე შემდეგ. ენის ქსოვილი ისეთია, რომ ნებისმიერ რამეს შეარბილებს, როცა მოინდომებს და ნებისმიერ რამეს გაამკაცრებს, როცა მოინდომებს ასევე. ამიტომ აქ ბატონმა ყაველაშვილმა ძალიან მოინდომა, რომ ხაზი გაესვა რუსეთის აგრესიისთვის უკრაინაში. ანუ მან თქვა, ერდოღანს უთხრა, თურქეთს უთხრა და მსოფლიოს უთხრა, იმიტომ რომ ეს ხომ მსოფლიოს თვალწინ ხდება, რომ ჩვენ ვაღიარებთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ჩვენ გმობთ ამ აგრესიას, ჩვენ დაპირისპირებული ვართ რუსეთთან და გვინდა ჩავეწეროთ იმ ახალ გეოპოლიტიკურ პროექტში, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთის კოალიცია, გეოპოლიტიკური კოალიცია, რომელიც არის ამოფარებული ზანგეზურის დერეფანს, ანუ ეგრეთ წოდებულ ტრამპის მარშრუტს და რომელიც მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. მე ასე ვკითხულობ ამ მოვლენებს და თქვენს წინაშე განვიხილავ ამას. თუ ჩემს ლოგიკაში სადმე ბზარია, სადმე უკმარისობას დაინახავთ, ეს შეგიძლიათ თქვენ შეავსოთ და თქვენს განსაჯოთ, რაზეა საუბარი, მაგრამ მე მგონი ის, რასაც მე გეუბნებით, იმდენად ადვილად დასანახია, იმდენად მარტივ ლოგიკას ექვემდებარება, რომ საეჭვო მაინც ბევრი არაფერი რჩება ამაში. ახლა აქვე ბატონმა ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა თურქეთთან უკვე არსებულ და მომავალში დასამყარებელ იმ კავშირებს, რომელსაც მე თურქული ექსპანსია უწოდე საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი გაფორმებულია და გასაღებულია ისე, როგორც სტრატეგიული პარტნიორობა ორ სახელმწიფოს შორის. თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, სწორედ ამის გათვალისწინებით ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება ომხრივი ვაჭრობის განვითარების კუთხით, არსებული პოტენციალის კიდევ უფრო უკვე დასათვისებლად ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პროდუქციის ექსპორტის გაზდის ხელშეწყობა, რათა ორივე მხარისთვის თანაბარი სარგებლის მომტანი იყოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. არ ვარ მართალი? ესე იგი, რუსეთს უარი, რუსეთი აგრესორად არის გამოცხადებული, ხოლო თურქეთთან ჩახუტება, თურქეთთან სამომავლო ურთიერთობების მშენებლობა, დღევანდელი ურთიერთობების გაღრმავება, გამტკიცება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის უმარტივესად დასანახავი და მე მგონი აქ საეჭვო არაფერი არ არის. ეხლა მე მინდა მეუბრუნდე იმ საკითხს, რომელსაც ჰქვია თურქი მესხების, ეგრეთ წოდებული თურქი მესხების საქართველოში დაბრუნების თემა. ეს არის ძველი თემა, ეს არის თემა, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა საქართველოში და რომელიც კაცმა რომ თქვას დამოკლეს מחვილივით კიდია საქართველოს თავზე. იმიტომ რომ რეალიზება და განხორციელება ამ პროექტისა პრაქტიკულად საქართველოსთვის კიდევ ერთი დიდი ტერიტორიის წართმევას ნიშნავს, თუ
საერთოდ დაშლას არა. ეს იქნება ატომური ბომბის აფეთქების ეფექტის მქონე საქართველოში, მე მგონი აქ საკამათო ბევრი არაფერია. ყოველ შემთხვევაში ეს თემა დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა და ერთხელ ბიძინა ივანიშვილსაც, მაშინ როდესაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, ახალი მოსულია ხელისუფლებაში, ევროპაში, პარლამენტის დონეზე ეს შეკითხვა პირდაპირ და ჯიქურ დაუსვეს. Mr. Prime Minister, Pardon, Premier as you know, as of April 1999, Georgia has become a member of the Council of Europe and we have assumed some commitments on the occasion of Georgia's membership. One of წევრი და გაქვს ვალდებულებები, მათ შორის ერთ-ერთი არის So far, out of a total of ტიპური მაჰმადიანი თურქების დაბრუნება საქართველოში დღემდე მხოლოდ რამდენიმე ასეულმა მიიღო ეს სტატუსი უკან. აქედან გამომდინარე მაინტერესებს თქვენი პოზიცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით და მათი უკან დაბრუნების პერსპექტივები. აი ასე პირდაპირ არის დასმული ეს შეკითხვა ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის. თქვენ რა თქმა უნდა დაგაინტერესებთ თუ რა უპასუხა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც იქ იმყოფებოდა. მაგრამ მანამდე მინდა გითხრათ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თემა, ეს საკითხი საერთოდ დასავლეთიდან არის გააქტიურებული. დასავლეთიდან მოდიოდა და დღემდე მოდის ეს თემა, რომელსაც თავის დროზე ეროვნული მოძრაობაც ახვა, ეროვნული მოძრაობის ლიდერები გაიძახოდნენ, რომ ისინი თურქები კი არ იყვნენ, ვინც გაასახლეს, არამედ მესხები იყვნენ. თურქი მესხი ბუნებაში არ არსებობს. მართალია, თურქი თუ არის მესხი ვერ იქნება და მესხი თუ არის თურქი ვერ იქნება, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ესენი არიან თურქები, რომლებიც ცხოვრობდნენ მესხეთში და რომლებიც გაასახლეს მესხეთიდან, გითხარით უკვე იმ ღალატის გამო, რომელიც იქ ტრიალებდა და მზადდებოდა. ამიტომ ჩვენ თუ დავაკვირდებით კარგად ამ დასავლეთიდან, ევროპიდან, ყოველთვის ამენით გველაპარაკებიან, დირექტივის ენით, ბრძანების ენით, მუქარის ენით, შანტაჟის ენით და როგორც ხედავთ, დასავლეთიდან უნდა შემოვიდეს აქ მამათმავლობა, ეს LGBT უბედურება, მათი ქორწინების უფლება, სქესის არევა და ათასნაირი უბედურება და თურმე კიდევ ამას ზედ უნდა დაერთოს ის, რომ 100,000-ობით თურქი უნდა შემოგვისახლონ საქართველოში. აი ასეთი არის მათი მიდგომა. ხშირ შემთხვევაში ჩვენ მათ ვერ ვეწინააღმდეგებით, იმიტომ რომ მათ ზეწოლის მრავალი ბერკეტი გააჩნიათ, ჩვენ წინააღმდეგობის გაწევის ბერკეტები თითქმის არ აქვს. ამიტომ ალბათ ამით უნდა აიხსნას ის პასუხი, რომელიც ამ დასმულ შეკითხვას ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გასცა თავის დროზე. ჩემ შეხვედრებში გუშინ თუ დღეს ბატონ მინიონთან, ბატონ გენერალ მდივანთან და სხვა შეხვედრებზეც ყოველთვის ხარს უსვავდი ჩვენს ვალდებულებებს ევროსაბჭოს წინაშე, იმასაც შეგახსენებთ, რომ 27 მარტს ახალმა ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით მიიღო ახალი დადგენილება და ჩვენ პროცესების მაქსიმალურ დაჩქარებას ვაპირებთ. რაც შეეხება რაოდენობას განხილული საკითხების მე მგონი რომ თქვენ სწორი ციფრი არ დაასახელეთ, იქ 700 მეტია, უკვე 800 მეტია, ვინც დააკმაყოფილეს და გარწმუნებთ, რომ უახლოეს 2 წელიწადში ჩვენ დაჩქარებული ტემპებით მოახერხებთ, რომ ვისაც ექნება სურვილი და იქნება ამის ობიექტური საფუძველი, დაჩქარებული ტემპებით ყველას ექნება საშუალება უახლოეს 2 წელიწადში დაჩქარებული ტემპებით კიდევ მეორე მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებას. Merci, monsieur Jens. აი, ასეთი დიალოგი შედგა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ის პრობლემა არსად წასულა. პრობლემად რჩება. შესაძლებელია ვინმე თქვას, რომ თუ ეს ადამიანები უსამართლოდ იქნა გაასახლებული თავის დროზე, ასეთ შემთხვევაში მათ, რა თქმა უნდა ქონდეთ უფლება სამშობლოში დაბრუნებისო. ჩვენც გვყავს ტოლვილები აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან, ისინი უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. ორი აზრი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით.
ეს ასე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ სამართლიანობა მოითხოვს ასე. მაგრამ ამნაირ ვითარებასთან გვაქვს საქმე, როდესაც თურქების დაბრუნებაზე ვსაუბრობთ, თუ სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე, ისტორიულად, თვისებრივად, პრინციპულად სრულიად განსხვავებულ ვითარებაზე. მე უკვე გითხარით ჩემი სათქმელი და არ მგონია საქართველოში ბევრი იყოს ისეთი ადამიანი, ვისაც იმისი მტკიცება დასჭირდება, თუ რა უბედურების მომტანი იქნება ამ რაოდენობის მასის თურქების შემოსახლება საქართველოში და მათი კომპაქტურად ჩასახლება თურქეთის მეზობლად. ეს მე მგონი ასახსნელი არ არის, მაგრამ მაინც მინდა ისტორიას მივუბრუნდე და გაგახსენოთ ჩვენი შესანიშნავი მოღვაწე, ცხონებული, განსვენებული, მოკლული ტერორისტულად და ბინძურად მოკლული აკადემიკოსი გურამ შარაძე, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობდა, ის შესაბამის კომიტეტს ხელმძღვანელობდა პარლამენტში და მისი ძველი ინტერვიუდან მინდა რამდენიმე ფრაგმენტი შემოგთავაზოთ. აი პირველი ფრაგმენტი. თურქი მესხების პრობლემა, რომელიც წამოიჭრა 80-იან წლებში და 90-იან წლებში, ჯერ ეს იყო ეროვნულ მოძრაობაში, ჩაისახა ეს იდეა, თქვენ კარგად გახსოვთ და კომუნისტურ ხელისუფლებას ეროვნული მოძრაობის ლიდერები სწორედ ამ კოზირით ებრძოდნენ, რომ კომუნისტურ ხელისუფლებას არ მოყავს საქართველოში ჩვენი სისხლი და ხორცი ძმები შუა აზიიდან, როგორც კი ეროვნული ხელისუფლება მოვიდა სათავეში, მათ იგრძნეს ის დანაშაული, რა დიდი საფრთხეელო და საქართველოს ამ ძმების და დების ჩამობრუნებაში და კატეგორიულად უარყვეს მათი ადრინდელი გეზი, მათ იგრძნეს და მეც ამ გეზს ვადგევარ. მე არც კომუნისტების დროს მოუწოდებდი ვინმეს თურქი მესხების ჩამოსახლებაზე, არც ზვიად გამსახურდიას დროს, არც ზვიად გამსახურდიას შემდეგ ხელისუფლებაში. მე ყოველთვის გრძნობდი ამ დიდ საფრთხეს. მე კატეგორიულად წავედი წინააღმდეგი ამაზე და არ შევასრულე არც პარლამენტის თავმჯდომარის, არც უმრავლესობის ლიდერის და მაშინდელი უმრავლესობის ლიდერისა და საპარლამენტო შორისო დელეგაციის მეთაურის ქალბატონი ღოღობერიძის ეს დავალება. განრისხებული ღოღობერიძე თავის უმცროს კოლეგასთან ბატონ სააკაშვილთან ერთად გაიქცნენ სტრასბურგში, ევროსაბჭოში და იქ გააფორმეს ქართველი ხალხის ზურგს უკან, პარლამენტის ზურგს უკან, მესხეთის მოსახლეობის ზურგს უკან ის მოღალატური კაბალური ხელშეკრულება თუ ვალდებულება, რომელმაც საქართველოს თავს მოახვია ევროსაბჭოში შესვლის ფასად 400.000 თურქი მესხის უპირობო დაბრუნება და ეს ხდება მაშინ ქალბატონო ინგა 1998 წელს, როდესაც 6-7 წლის წინ გამოძევებულია საქართველოს უძველესი კუთხეებიდან, სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან 400.000 ქართველი, ძირძველი ქართული მიწიდან და არც სააკაშვილს, არც ღოღობერიძეს და მათ არ მინდა აფსონი თქვა, მათ მეგობრებს, პოლიტიკურ მეგობრებს, ერთი სიტყვაც არ დაუსველებია, ენა არ დაუსველებიათ, რომ ჯერ კი ბატონო ჩვენს თვალწინ 90-იან წლებში მომხდარი ტრაგედიის მოგვარებაში დაგვეხმარეთ და მე ვიფიქროთ თურქ მესხებზე, რატომ მე ვიფიქროთ? იმიტომ ქალბატონო ინგა რომ საერთაშორისო სამართლის ენაზე საქართველოს არ არის ვალდებული თურქი მესხების დაბრუნება. აი ასეთი გახლავთ ერთი ეპიზოდი გურამ შარაძის დამოკიდებულებიდან ამ საკითხისადმი და მე ვიტყოდი სრულიად სწორი დამოკიდებულებიდან. მან თქვა, რომ ეროვნული მოძრაობაც ახვა ამ თემას და ისინი აყვნენ ამ თემას, იმიტომ რომ სხვათა შორის მერაბ კოსტავაც, ზვიად გამსახურდიას მე მქონია საშუალება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ორივესთან მესაუბრა. პირადი საუბარი მქონოდა და ვიცი მათი პოზიცია. ისინი არ იყვნენ თურქების საქართველოში დაბრუნების მომხრენი, მაგრამ ისინი თავგადაკლულნი ამტკიცებდნენ, რომ ისინი არიან ქართველები, ვინც გაასახლეს და არა თურქები. სარწმუნოება არ ნიშნავს ეროვნებას. ეროვნებით ისინი იყვნენ ქართველები, თუმცა იყვნენ მუსულმანური რელიგიის მიმდევრები. აი ასეთი იყო მათი პოზიცია და ეს პოზიცია მოდიოდა იქიდან, რომ მათ ყველაფერი უნდა ეკრიტიკებინათ, რაც იყო საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული, რაც იყო სტალინთან დაკავშირებული. ყველაფერ ამის მიმართ ჰქონდათ უკიდურესი სიძულვილი და ამ სიძულვილიდან გამოდიოდნენ და ანგარიშს არ უწევდნენ იმ ვითარებას, რომ თუ კი იტყვი, რომ ესენი ქართველები არიან, მაშინ სადამე მათ გზას ვერ მოუჭრი უკან დასაბრუნებლად. ამიტომ შეცდომა იყო დაშვებული, რაც გამსახურდიას და კოსტავას მიმდევარი და
თანამოაზრე და მხარდამჭერი გახდათ ბატონი შარაძე, მაგრამ მან შეამჩნია და ეს თქვა. ახლა მინდა კიდევ ერთი ეპიზოდი შემოგთავაზოთ ბატონ შარაძის გამოსვლიდან. 400,000 თურქი შემოსულა ოდესმე საქართველოში ქალბატონი ინგა თანაც უიარაღოთა და თოფის გაუსრულებლად და ეს ჩვენ ველოდება ხვალ ეს ღოლობერიძის სააკაშვილის ერთი ელჩობა უნდა და სტრასბურგში და მეორეს ევროპის ევროსაბჭოს ტრიბუნა. აი ასე გაგრძელდა ეს პოზიცია, უკვე სააკაშვილზეა ლაპარაკი, სააკაშვილის გუნდზეა ლაპარაკი, რომელიც ასევე იცავდა იმ პოზიციას, რომ ისინი საქართველოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. რა შედეგი შეიძლებოდა მოეტანა საქართველოსთვის, თუ ეს პროექტი იქნებოდა რეალიზებული? ამასთან დაკავშირებით ისევ პატარა ფრაგმენტი შარაძის გამოსვლიდან. ქართველები რო არიან ეს მესხები თურმე და ჩვენ რომ უნდა გავუხსნათ მათ გზა საქართველოში და დავასახლოთ მესხეთში და მესხეთის მოსახლეობა ავყაროთ და გადავყაროთ. აი ესენი წერენ. სად გვაბრუნოთ ბატონო ჟვანია, ბატონო შევარდნაძე და ბატონო მსოფლიოს მიმართავ. ჩვენ საქართველოში არ დაბრუნდებითო. ჩვენ ბრუნდებით თურქეთის ისტორიულ საფაშოში, ახალციხის საფაშოში, რომელიც გენერალმა პასკევიჩმა წაართვა თურქეთს და დაუბრუნა საქართველოს. ჩვენ არ დაბრუნდებით ქართულ სკოლებში, ჩვენ არ დაბრუნდებით ქართულ ეკლესიებში, ჩვენ არ ვისწავლით ქართულ ენას. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა კონსტიტუციურად დაუბრუნეთ ახალციხის საფაშო თურქეთს, ჩვენ გავხადეთ თურქეთის მოქალაქეები, აგვიშენეთ და გაგვიხსენეთ მეჩეთები და გაგვიხსენეთ თურქულენოვანი სკოლა. და ამის შესწავლა დაგავალა ძურაშვანია. და ჩამოყალიბება პოზიციის, როგორი პოზიცია უნდა ჩამოყალიბებინა მე? მხოლოდ და მხოლოდ კატეგორიული, რომ გავაცნოთ თელ სოფლიოს, რომ ესენი არ არიან ქართველები, ესენი არიან მოწამული თურქები, რომლებიც ექსპანსიური მიზნით მოდიან საქართველოში ჩვენს დასაპყრობად და მიწის ტერიტორიული დაკარგვისათვისა და თურქეთისთვის მიტაცებაში. დიდი მადლობა. აი ბატონმა გურამ შარაძემ შესანიშნავად დაახასიათა მათი სულისკვეთება, მათი დამოკიდებულება, მათი განწყობა და მათი მსოფლმხედველობა. მათი მეთქი ვამბობ იმათზე, ვინც უნდა შემოასახლონ უკან საქართველოში. ახლა მინდა ერთი პატარა ეპიზოდი წარმოგიდგინოთ, როდესაც მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი საუბრობს имасთან დაკავშირებით, თუ როგორია мати დამოკიდებულება ამ фактის მიმართ. Народы не делать нечего. Если вы говорите, запишитесь грузинам, то тогда говорит, родина вам открыта. Как это так? Извините, пожалуйста. Человек не становится грузином или турком. Ими рождаются. Мы кем бы ни писались, народ не будет писаться, что они грузины, потому что они турки. Как это так? Это же просто смешно. Свою национальность изменять. Во-вторых, кем бы ни писались, кем бы они ни сказали, что кто они не собираются нас на родину пустить. Но отдельные руководители Грузии являются ярыми нацистами. Сегодня вставляют всякие тормозы, лишь бы народ не возвращался на исконные земли проживания. Это умышленно они делают. Но мы добьемся. Но мы все равно добьемся. Народ не успокоится. Все равно этот народ, если мы, старики, помрем, зато поколения ждут свою родную землю. Во всей истории известно, что в Мецхете жили, начиная с 6 века. აი მე მგონი ჩანს აქ თუ რა კატეგორია, რა ფსიქოლოგია, რა მსოფლმხედველობა, რა დამოკიდებულება და როდესაც ლაპარაკი არა რამდენიმე კაცზე ან ოჯახზე, არა ათეულზე, არა ასეულზე, არა 1000-ზე ვთქვათ, არამედ 100,000-ზე, 200,000-ზე და 300,000-ზე და შესაძლებელია კიდევ უფრო მეტზე, ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა წარმოიდგინოთ თუ რა მასშტაბის არის პრობლემა, რომელიც გვემუქრება თუ კი ეს პროექტი იქნება რეალიზებული. ეს არის სრული კატასტროფა, რა თქმა უნდა, რომლიდანაც შემდეგ თავის დაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. აი ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ერთი პატარა, შეიძლება ოდნავ კომიკურის კი ფრაგმენტი, ვიდეო მასალა, რომელიც გამოქვეყნდა, არის შალვა ნათელაშვილი, ის აკეთებს საინტერესო შედარებას. ეხლა რო შევადაროთ ლენინი და ათათურქი ხალხო,
მაშინ ლენინი ის გამოდის რაღაცა გრანდიოზული ფიგურა ჩვენთვის. შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკა, განვითარდა ეკონომიკა, კულტურა, სოფლის მეურნეობა, განათლება, პასპორტით ქართველობა დავრჩით, მამის სახელიც გვეწერა, ისტორიაც ჰქონდა, გამზადი დამოუკიდებლობისათვის. ხოლო თურქების წაღებულმა ტაოკლარჯეთმა დაკარგა ქართული სახე, დაინგრა და განადგურდა ოშკი, ბანა, ხახული, დღესაც იმ მდგომარეობაშია, ვირებს და ზროხებს ამწყდებენ შიგ. არც ეკლესია იკლას ჩვენი საპატრიარქო თავს რო იქ აღდგეს ღვთისმსახურება ან რესტავრაცია გაკეთდეს, ქართველებს დააკარგეს ქართველობა, გაათურქეს, გადააჯიშეს, რჯული წაართვეს და ეს არის რამდენიმე მილიონი ქართველი, ეს არ არის ასეული ათასი მარტო. კი, მაგრამ ამდენი თუ იცი, ჩემო შალვა, ამდენი თუ იცი, რა პოზიციაზე დგახარ ახლა და საით მიდიხარ? შენ ამ კონკრეტულ ეპიზოდში კი თითქოს სწორად დაალაგე ეს მომენტები, მაგრამ რეალურად შენი პოლიტიკით, შენი მიმართულებით, შენი ორიენტაციით ხომ იქითა მეორე წისქვილზე ასხამს ყველას. აი დასავლეთის მიმართულებით რომ მიდიხარ და დასავლური ორიენტაცია რომ გაქვს, იმ დასავლეთის პოლიტიკით შემოდის თურქეთი საქართველოში. იმ დასავლური პოლიტიკის გაგრძელებაა თურქული ექსპანსია საქართველოში. და როდესაც ლაპარაკობ ათათურქისა და ლენინის შედარებას, როდესაც აკეთებ, ეს ათათურქისა და ლენინის შედარება კი არ არის, თურქეთისა და რუსეთის შედარებაა ერთმანეთთან. რუსეთის ისტორიული როლი საქართველოში და თურქეთის ისტორიული როლი საქართველოში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შენ სწორი დასკვნა გააკეთე, მაგრამ ეს ხომ ერთი უმნიშვნელო ეპიზოდია შენი პოლიტიკური მოღვაწეობისა. მთელი შენი პოლიტიკური მოღვაწეობა იმის საწინააღმდეგოა, რაც შენ თქვი. შენ და სამწუხაროდ და ალბათ ჩვენ და სამწუხაროდაც. ახლა ცოტა უფრო სერიოზულად მე მინდა ჩვენი ერთ-ერთი თანამემამული ბატონი მამუკა ფიფია წარმოგიდგინოთ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით патара комментарс გააკეთებს. Вчерашнее заявление Эрдогана потрясло Грузию, и граждане Грузии находятся в шоковом состоянии, и что за этим последует, никто не знает. Вроде безобидные слова, возврат беженцев, да, мы знаем, что такое беженцы, мы тоже хотим вернуться, мы сегодня как раз с дорогим Скоттом говорили об этом, что мы тоже хотим, у нас беженцев много из Абхазии, Осетии, мы все хотим вернуться. Вроде безобидное слово, но что за этим стоит? Какие планы у Эрдогана, у Турции, какие планы у Азербайджана, мы не знаем. Поэтому нам нужно держаться к нашим братьям, россиянам, к русским, к великому русскому народу. Нам нужен обязательно всеобъемлющий договор о сотрудничестве, о союзе между двумя суверенными, равноправными государствами. აი ასეთი არის ეს შეხედულება და ეს დასკვნაც, რომელიც გაკეთდა. იმ შეხედულებიდან, რომელიც წარმოადგინა ბატონმა მამუკა ფიფიამ, სწორედ ეს დასკვნა გამოდის და არა სხვა დასკვნა. ჩვენ თუ გადარჩენაზე ვიფიქრებთ და უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ საქართველოს რეალურად გადასარჩენია, საქართველოს ახლა უფსკრულის პირას დგას, საქართველოს ახლა ვეშაპთან, ხახადაღებულ ვეშაპთან დგას და ამისი რაღაცა ალტერნატივაა მოსაძებნი და ეს ალტერნატივა ისტორიულად მოძებნილია და რეალობა სხვას განსხვავებულს და ახალს არაფერს არ გვთავაზობს. ამიტომ რაც თქვა ბატონმა მამუკამ, სტრატეგიული კავშირი, სამხედრო სტრატეგიული კავშირი ჩვენს დიდ მეზობელთან, რუსეთთან, ვისაც ურთიერთობა გამოსწირი გვაქვს, აპრობირებული გვაქვს და რაც მთავარია, ვინც ჩვენს იდენტობას არ ანგრევს და წალეკვით არ ემუქრება, ვერ დაემუქრება, იმიტომ რომ ჩვენ გვაერთიანებს უზარმაზარი კავშირი, ამას ქვია მართლმადიდებლობის კავშირი და მართლმადიდებლური კავშირი. ამიტომ ამ ალტერნატივაზე უნდა დავფიქრდეთ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი რეალურად არ აგვაქვს. თუ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება იმ მიმართულებით ფიქრობს, რომ ის ახალი ალიანსი, გეოპოლიტიკური პროექტი, რომელიც თურქეთი, აზერბაიჯანის, სომხეთის სახით
კეთდება, ყალიბდება ანტირუსული პროექტი, ამიერკავკასიიდან რუსეთის გაძევების პროექტი, აი აქ არის ჩვენი ადგილიო, ასე თუ ფიქრობს ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა. ასეთ შემთხვევაში იმასაც უნდა დაუკვირდეთ და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, გავიაზროთ, რეალურად შეიძლება თუ არა მოხდეს ეს ისე როგორც დასავლეთმა ჩაიფიქრა, როგორც თურქეთმა ჩაიფიქრა. იქნებ არ არის ეს ის პროექტი, რომლის რეალიზება ასე ადვილი იქნება. ამასთან დაკავშირებით მე მინდა დავიმოწმო ისეთი ცნობილი მიმამხილველი და პოლიტოლოგი, როგორც გახლავთ ისრაელის წარმომადგენელი ბატონი კედმი, თქვენთვის კარგად ნაცნობი პიროვნება, რომელიც ძალიან გააზრებულად და ძალიან ღრმად აზროვნებს ხოლმე და ისეთ დასკვნებს აკეთებს, რომელშიც ეჭვის შეტანა პრაქტიკულად ჭირს. აი ამ ახალ ალიანსთან დაკავშირებით რას გვეტყვის ბატონი კედმი. Степень наглости Азербайджана, она прямо пропорциональна степени сопротивления этому России. Вот что им Россия позволит, то и сделает. Позволит им поставить базу НАТО на территории Азербайджана прямо на границе с Россией и открыть Бакинский порт для флота НАТО, они это сделают. Это все зависит от России. Россия определяет. Так же, как это было с Украиной. Из-за чего начались военные действия с Украиной? Из-за угрозы с украинской территории базам НАТО и иностранным базам российской безопасности. Ну, если посмотреть на географию, база НАТО или база враждебных вооруженных сил России угрожают с территории Азербайджана и Каспийского моря еще больше, чем с Украины. А дальше уже пусть Россия решает, как и что с этим делать. Попытка это сделать Украине закончилась тем, что Украины, какой она была, уже нет. Какой она будет и будет ли, одному Богу известно. Но та, которая она была, ее уже нету. Она разрушена. Она уничтожена. Может быть, на развалинах того, что когда-то было Украины, создаться другая Украина. А может быть и нет. Но это результат того, что она посмела использовать свою территорию и дать ее против России, угрожая ей. Ну, если Азербайджан думает, что он смелее, а что Россия еще слабее, ну пусть думают. აი ასეთი სრულიად გამართული ლოგიკური მსჯელობა. იმის გამო, რომ ნატოს შემოყვანა რუსეთის საზღვრებთან მისი ბაზების განთავსება რა დაუждდა უკრაინას, აქედან უნდა ამოვიდეთ, რომ გავთვალოთ მომავალი თქვათ იგივე აზერბაიჯანისა, რომელიც მთავარი მოქმედი ფიგურა გახლავთ ამ ახალი გეოპოლიტიკური პროექტისა ამიერკავკასიაში. დაახლოებით მე უკვე ვთქვი ამასთან დაკავშირებით და ახალს ვიმეორებ კედმის მიერ ნათქვამის კომენტარის სახით, რომ დაახლოებით იგივე შეიძლება იგივე ბედი ეწვიოს აზერბაიჯანსაც. ან სხვა მიდგომა იყოს, სხვა ბერკეტები იყოს ამუშავებული, მაგრამ ნუ წარმოიდგენს ისე, რომ რუსეთის ბედი ალიევმა და პაშინიანმა და ერდოღანმა დასწრენ ერთად მოილაპარაკეს, მერე ჩავიდნენ ტრამპთან და იქ საბოლოოდ გადაწყვიტეს. არა, ასე მარტივად არ იქნება. ამიტომ ჩვენ თუ ავყვებით ამ ცდუნებას და მაინც ბოდიში ამ სიტყვისათვის შევეკვეხებით და ჩავეწერებით იმ ახალ გეოპოლიტიკურ საკამაოდ უსინდისო პროექტში, რომელსაც ეს ადამიანები ახორციელებენ, მაშინ შესაძლებელია აგვიხდეს ერთი წინასწარმეტყველება. ეს კაცი, ვინც ეს წინასწარმეტყველება გააკეთა, არის ბატონი ჟირინოვსკი, აწ გარდაცვლილი, რომლის წინასწარმეტყველებათაგან ძალიან ბევრი ახდა. ღმერთმა დაიფაროს, რომ ის წინასწარმეტყველებაც ახდეს, რომელსაც ახლა მოგასმენინეთ საქართველოსთან დაკავშირებით.
Будущего у Грузии нет. Она будет разделена между Турцией, Арменией, Осетией, Абхазией. Останется Хачапури и Харчо. ძალიან მძიმე ნათქვამია, ძალიან ცუდი ნათქვამია, მაგრამ ნაწინასწარმეტყველებია. ამიტომ დაუფიქრდეთ, უნდა მართლა ასე არ მოგვივიდეს, რომ ხაჭაპური და ხარჩო დარჩეს საქართველოსგან. ისე თუ ამ გზას გავყვებით, შესაძლებელია ხაჭაპური და ხარჩოც აღარ დარჩეს და დარჩეს შაურმა ჩვენ და სამწუხაროდ. აქ ცოტა ხნით შევისვენოთ და შემოგსავაზებთ ფსიქიატრიის რენტგენს. მეხუთე ადგილზე გასული ვიდეო, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. თაღლითია და მაონებელი არის მიხეილ სააკაშვილი. ეხ ხო გამოჩნდა რა, არა დემენცია და მემენცია და კახექსია და რა უკნა ერთი წელი ამ ქვეყანას. წამოწვა იქ ოროთახიანში და დედაუტირა ამ ქვეყანას ერთი წელი. ტირო იყოს. მე რო ეხა ხელისუფლებაში ვიყო, მოვკიდებთ კისერში შესაძლოა წავიყვანდი ან გლანის ციხეში ან სადაც ის. ციხეშია ჩასასვლელი, ას ქვია, ბაირამობს იქ ერთი წელია. რა კახექსია თუ დემენცია და ყდები და ერთი კვირა დამჩა და მე რო გამოდიოდა და უკრაინულად მელაპარაკეთ თარჯიმან. ეს კაცია მაონებელი. საკმარისია ასეთ კაცს პატარა კარაქი წაუსვა, გადაუსვა თავზე და ის ალაპარაკდება სრულიად სხვაგვარად. მე ხელი გაუწოდო სააკაშვილს. სააკაშვილია ძალიან დიდი ტიპი, ისტორიული ტიპი საქართველოში, ხო? რამდენიმე კარგს ვიტყვი ხა. წინა პირობა მაქვს ერთი, რომ ხელი ჩამოვართო ჩერიგებისას. აქ ფსიქიატრიული რა არის? ფსიქიატრიული არის ადამიანის გაორება, ადამიანის გადაკეთება, ადამიანის გაუცხოება. ერთბაშად, მოულოდნელად, წამის რაღაც მეათედებში. რატომ ხდება ეს? როგორც გითხარით, კარაქი გადაუსვეს თავზე და ის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს ასე შეეცვალა თავისი პირვანდელი ჩვენება. საით მიდიან ესენი? რას აკეთებენ? რა უნდათ და რა აქვთ ჩაფიქრებული? მეოთხე ადგილზე გასული ვიდეო. უნდა გაუშვათ ამ შემოდგომაზე ან არჩევნებით თუ არ ნიშნავს არჩევნებს და თუ არ ინიშნება არჩევნები, მაშინ გაუმარჯოს რევოლუცია. რევოლუცია კარგი სიტყვაა, მაგრამ ესენი რევოლუციისთვის მზად არ არიან. იმიტომ რომ რევოლუცია ნიშნავს თვისებრივ ნახტომს, ნახტომისებურ განვითარებას. ამათ განვითარების რა ეტყობათ? ამათ თვისებრივი ცვლილების რა ეტყობათ? ამათ ერთი რამ შეუძლიათ. ეს არის სახელმწიფო გადატრიალება. არა, ისიც შეუძლიათ თუ არა, საკითხავია, მაგრამ ამაზე ოცნებობენ. ამის იქით მათი ოცნება ვერ მიდის. სახელმწიფო გადატრიალება, სააკაშვილის მოთხრევა, აქედან გამომდინარე, ყველა შედეგით მეორე ფრონტის გახსნით რუსეთთან, საქართველოს საბოლოო დაქცევით, დაღუპვით და სისხლში ჩახშობით და უკრაინიზაციით. აი, ეს არის მათი მომავალი. და მაინც კიდევ რა არის, რამე იდეოლოგია თუ გააჩნია ამ ადამიანებს ისეთი, რომელსაც შეიძლება ჩვენ თუ არა თვითონ მაინც ჩამოეკიდონ. მესამე ადგილზე გასული ვიდეო. მოკლედ 4 ოქტომბერს ვიკრიბებით საქართველოს მოქალაქეები, ყველა სოფლიდან თითო წარმომადგენელი, ყველა ქალაქიდან და საერთო სახალხო კრება უნდა ჩატარდეს და სადაც უნდა გადაწყდეს ახალი მესამე რესპუბლიკის დაარსება და შემდეგ ახალი არჩევნები. სხვა გზა აღარ არის, უბრალოდ ფიზიკურად გაგვანადგურებენ უკვე. გაფრინდებიან ვითომ, ანუ ააშენებენ და აფუძნებენ ახალ მესამე რესპუბლიკას. ეს მეორე რესპუბლიკა, ანუ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ხომ დააფუძნა მიხეილ სააკაშვილმა. ახლა ესენი აფუძნებენ ახალ მესამე რესპუბლიკას. მაგრამ პირდაპირ მესამე რაიხი დაგერქვათ. რა უჭირდა? ფაშისტები ხართ, ხართ. ადამიანის მოძულეები ხართ, ხართ. სისხლიანები ხართ, ხართ. წამებლები ხართ, ხართ. მესამე რაიხი. დაარქვით პირდაპირ მესამე რაიხი და მორჩა. ახლა წარმოგიდგენთ
მეორე ადგილზე გასულ ვიდეოს, სადაც მართლაც აი რომ იტყვიან თმები ყალზე დაგიდგებათ. ბუნებრივია, თქო, საქართველოს უაღრეს მნიშვნელოვანია თურქეთის გაძლიერება, იმიტომ რომ თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა, ჩვენ ნატოში მივივართ. ამიტომ ეს ორი როგორ ვიღაცებს რაღაცა ეჭვეპარებათ და გონიათ რომ როგორ შეიძლება თურქეთის გაძლიერებაო. აბა როგორ ვაპირებთ ჩვენ ნატოში გაწევრიანებას, თუ თურქეთი არ გაძლიერდა უფრო მეტად. თურქეთი ერთი ფეხი ჩადგა უკვე კავკასიაში აზერბაიჯანის სახით. ჩვენ აუცილებლად უნდა მივცეთ მათ საშუალება ჩადგას მეორე ფეხი საქართველოს საშუალებით ნატოში ჩვენი მეტად უფრო ინტეგრაციით. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ევროკავშირში შეიძლება დიდხანს კიდევ ვერ გავწევრიანდეთ, მაგრამ ნატოში შანსები გვაქვს უაღრესად მაღალი. ღმერთ გამწყრალი, ხატ გამწყრალი. ეს ქართული ცნებებია. არსებობს ასეთი ცნებებით ოპერირება საქართველოს ისტორიაში. აი ღმერთი რომ გაუწყრება ადამიანს, იმის შემდეგ იწყებს ასე აზროვნებას, ასე მოქმედებას. ერთი ფეხიო უკვე ჩადგა თურქეთმაო აზერბაიჯანშიო და მეორე ფეხიო უნდა ჩავადგმევინოთ საქართველოსშიო. ქართველი კაცი ოცნებობს ამაზე. ქართველი კაცი, რომელიც თავისი დაბადების ადგილით უნდა იყოს მართლმადიდებელი კაცი. მას აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის განსხვავება ვერ უპოვია. მისთვის ყველაფერზე მაღალი ღირებულება არის ნატო. და თუ ნატოს წაადგება ეს ამბავი, მერე რა შემოვიდეს აქ თურქეთი, ჩადგას ფეხი, იპარპაშოს როგორც უნდა ისე, ჩვენ დავკარგოთ მამულიც, ენაც, სარწმუნოებას, ყველაფერი გადავაყოლოთ იმ უმაღლეს ღირებულებას, რასაც ნატოს ინტერესები ქვია. აი ასე მოძღრავს ქართველი კაცი დღეს 21 საუკუნეში საქართველოში. რა არის აბა თუ არა ღმერთ გამწყრალი და ხატ გამწყრალი. აი კიდევ ერთი ღმერთ გამწყრალი და ხატ გამწყრალი პირველ ადგილზე გასული ვიდეო. ეს ურთულესი თემა, კონტროვერსიული თემა, საზოგადოების ერთი და მნიშვნელოვანი ნაწილი აპელირებს იმაზე, რომ ეს თურქი მესხები, რომლებიც მე აღარ მახსოვს სიმართლე გითხრა, უბრალოდ აღარ ვიცი რა რაოდენობის არიან, მოცემულ ეტაპზე არიან მუსლიმები და ეს ამ დაკომპლექსებული საზოგადოებისათვის არის ერთგვარი ან ნაციონალისტობაზე არასწორად ორიენტირებული საზოგადოებისთვის არის ეს ერთგვარად საფრთხილო, მოგაცილებით მეტი საფრთხეებია ჩვენს ქვეყნის წინაშე ჩემი მოსაზრებით, ვიდრე თურქი მესხების ამდენიც არიან მათი შესაძლო დაბრუნება და მათ შორის საფრთხეებია ეგრეთ წოდებული პრავოსლავნი რუსეთისაგან, ანუ ერთმორწმუნე რუსეთის. აი მეტი ღმერთ გამწყრალობა და ხატ გამწყრალობა რა იქნება, როდესაც თურქეთსა და რუსეთს შორის განსხვავებას ვერ ხედავს ქართველი წესით მართლმადიდებელი რომ უნდა იყოს ის კაცი. ამაზე მეტი უბედურება შესაძლებელი ადამიანს დაებართოს? არა. ეს შეუძლებელია, მაგრამ ემართებათ საქართველოში. იმიტომ რომ როგორც გითხარით, კარაქია ამის თავზეც გადასმული ისე როგორც ელისაშვილის და ისე როგორც ბევრის თავზე. აი ის კარაქი უპავს ყველაფერს და ისევე როგორც ესენი დაუპა. აი ესეთი იყო დღეს ფსიქიატრიის რენტგენი. ახლა გადავინაცვლოთ საერთაშორისო თემებისკენ, იმიტომ რომ ყველაფერი ეს ერთმანეთთან არის გადაბმული და თურქეთის კერძი გავხდებით ჩვენ თუ გადავრჩებით, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა როგორ გადაწყდება დიდ პოლიტიკაში. მოგახსენებათ რომ დღეს იწყება შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებისა, ბატონი ტრამპი და ბატონი პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან ალიასკაზე და ეს დელეგაციები უკვე რუსული დელეგაცია უკვე ჩავიდა ალიასკაზე, მაგრამ აქ მოხდა ერთი საინტერესო ფაქტი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ლავროვი ჩავიდა ალიასკაზე მაისურით, რომელსაც დიდი ასოებით აწერია SSSR. ანუ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი. საბჭოთა კავშირი. რას უნდა ნიშნავდეს ეს? რა თქმა უნდა, ეს სიმბოლოა. აბა სხვა მაისურიც ექნება, რა თქმა უნდა, ბატონ ლავროვს, მაგრამ რატომღაც მან მაინც და მაინც ეს მაისური ჩაიცვა. რუსეთის დიპლომატიის პირველი პირი
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალიასკაზე. ტრამპთან შესახვედრად ჩავიდა მაისურით, რომელსაც აწერია საბჭოთა კავშირი. შესაძლებელია ბევრნაირად წავიკითხოთ ეს, მაგრამ ერთ-ერთი წაკითხვა ალბათ ისიც არის, რომ თქვენ როგორც საბჭოთა კავშირის გეშინოდათ და როგორც საბჭოთა კავშირი იყო უძლეველი და უზარმაზარი, ისეთივე არის მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი. შეიძლება ასეც გავიგოთ, ან შეიძლება ისე გავიგოთ, რომ საბჭოთა კავშირი კი დაიშალა, მაგრამ ის არც იურიდიულად არის დაშლილი და არც მენტალურად არის დაშლილი. თუ თქვენ რუსეთთან ურთიერთობაში იმ ხაზის, იმ გეზის გამაგრძელებელი იქნებით, რასაც ადგახართ მთელი ამ 30-35 წელიწადის განმავლობაში, მაშინ პასუხი შესაძლებელია იყოს საბჭოთა კავშირის აღდგენაო. შეიძლება კიდევ სხვა ინტერპრეტაციები გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა არ გადაღლით, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი სერგეი ლავროვი ალიასკაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტრამპთან შესახვედრად ჩავიდა მაისურით, რომელსაც აწერია საბჭოთა კავშირი. ახლა აი ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ბევრი აჟიოტაჟი მიდის, ციებ-ცხელება პირდაპირ დაწყებული, რა იქნება ამ შეხვედრაზე, რა გადაწყდება რამე, ცოტა გამარტივდება ურთიერთობები, თუ პირიქით გართულდება ურთიერთობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მინდა წარმოგიდგინოთ ტრამპის ერთ-ერთი განცხადება უშუალოდ შეხვედრის წინ. We have a meeting with President Putin tomorrow. პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა მაქვს. ვფიქრობ, პროდუქტიული იქნება, მაგრამ მეორე შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ასევე შევხვდები პრეზიდენტ პუტინს, პრეზიდენტ ზელენსკის და შეიძლება ევროპელი ლიდერებიც მოვიწვიოთ. შეიძლება არც. არ ვიცი ეს მნიშვნელოვანი იქნება თუ არა. ვნახოთ რა მოხდება. ვფიქრობ, პუტინი და ზელენსკი მშვიდობას აირჩევენ. ვნახოთ შეთანხმებას მოახერხებენ თუ ვერა. თუ შეძლებენ, შესანიშნავი იქნება. იცით, ბოლო 6 თვის განმავლობაში 6 ომი დავასრულე. 6 თვეზე ოდნავ მეტრო. ძალიან ვამაყობ ამით. ყველაზე მარტივი ეს მეგონა, მაგრამ ყველაზე რთული აღმოჩნდა. Well, he came to our country and I heard პუტინი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, მაგრამ CNN-ის ყალბამბებს უსმენდი, ეს პუტინის გამარჯვებად შეაფასეს. ჩვეულებრივ საპირისპირო სიტყოდით, მაგრამ მათ თქვეს, რომ ეს მისი დიდი გამარჯვებაა, აქ რომ ჩამოვიდა. ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს. ჩემი აზრით, პრეზიდენტი რომ არ ვიყო, მთელ უკრაინას დაიკავებდა. ესაა ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო და მე რომ პრეზიდენტი არ ვიყო, მთელი უკრაინის ხელში ჩაგდებას მოინდომებდა. თუმცა პრეზიდენტი მე ვარ და ის ჩემთან ხუმრობას არ აპირებს. ნუ ფაქტია, რომ ბატონი ტრამპი ემზადება ამ შეხვედრისათვის, ეს ბუნებრივია, სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს, მას თავისი გეგმები აქვს, თავისი ხედვა აქვს, რამდენად დაემთხვევა ორი სახელმწიფოს მეთაურის ხედვები ერთმანეთს, ამაზე არის ყველაფერი დაკავშირებული. რამდენად იქნებიან ისინი კომპრომისის უნარიანი, რამდენად შეძლებენ, რომ საკუთარი ქვეყნების ინტერესებზე ოდნავ მაღლა დააყენონ მშვიდობის ინტერესი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი რამეა აქ გადასაწყვეტი და ბევრ რამეზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ანალოგიურ მზადებაში იყო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრა გამართა. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაჩერებლად გულწრფელ ძალისხმევას იჩეს. პუტინმა მომდევნო ეტაპზე ამერიკასა და რუსეთს შორის სტრატეგიულ შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ შეთანხმების მიღწევა არ გამორიცხა. აი, ასეთი არის განწყობილებები, ზოგადი განწყობილებები, თუმცა აქ ჩვენ ორი მთავარი მხარე გაინტერესებს, რა თქმა უნდა, და გვყავს წარმოდგენილი, მაგრამ არსებობს მესამე მხარეც, რომელსაც ბევრს არაფერს ეკითხებიან, მაგრამ მაინც დღის წესრიგში სწორედ ის მესამე მხარე დგას. უკრაინა და მისი თვითმარქვია ვადაგასული პრეზიდენტი ზელენსკი, აი მისი პოზიცია. Сьогодні була доповідь
დღეს გავრცელდა დაზვერვისა და სამხედრო სარდლობის ანგარიში იმის შესახებ, თუ რისი იმედი აქვს ვლადიმერ პუტინს და რისთვის ემზადება სინამდვილეში. მათ შორის გულისხმობს სამხედრო მზადებასაც. ის ნამდვილად არ არის განწყობილი ცეცხლის შესაწყვეტად ან ომის დასასრულებლად. პუტინს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამიტი მხოლოდ პირად გამარჯვება წარმოადგინოს და შემდეგ განაგრძოს მოქმედება ზუსტად ისე, როგორც ადრე უკრაინაზე იმავე ზეწოლით. ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსებმა მიიღეს გზავნილი ომის შემდგომი სიტუაციისთვის მოსამზადებლად. პირიქით, ისინი თავიანთ ჯარებს და ძალებს ანაწილებენ, რაც ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის მზადებას მიანიშნებს. თუ ვინმე მშვიდობისთვის ემზადება, ასე არ აკეთებს. ჩვენ კვლავ მივაწვით ინფორმაციას პარტნიორებს. ჩვენ რას ვხედავთ? ისევ ყინჩი დამოკიდებულება, ისევ უკმეხი ტონი. არავით არის გაცნობიერება იმისა, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩენილი ეს ვაჟბატონი, მის ნათქვამში არ ჩანს, მის პოზიციაში არ ჩანს. თუმცა მის გამომეტყველებაში და მის ურთიერთსაწინააღმდეგო გარკვეულ ქმედებებსა და გამოთქმებში შესაძლებელია ეს ამოვიკითხოთ, მაგრამ ის ცდილობს შეინარჩუნოს ძველებური უკმეხი ტონი. აი კიდევ ერთი ფრაგმენტი. на рівні лідерів, але говорити про Україну без ჩვენ მხარს უჭერთ იმას, რაც პრეზიდენტ ტრამპს სურდა, ცეცხლის შეწყვეტას, პროდუქტიული საუბარი ჩვენს გარეშე, ჩვენს შესახებ არ იმუშავებს. უკრაინის საკითხები უნდა იქნეს განხილული სამივეს მიერ. პუტინს სჭირდება დონალდ ტრამპთან შეხვედრის ფოტო. თუ ჩვენ სამივე შევხვდებით და ვერ შევთანხმდებით, ნიშნავს, რომ ვერ თანხმდებიან უკრაინა და რუსეთი და არა შეერთებული შტატები. პუტინს უკრაინის ოკუპაცია ტერიტორიების თვალსაზრისით არ სჭირდება. მას არ სჭირდება სუვერენული უკრაინა. ეს ტერიტორიები მისთვის არანაირ როლს თამაშობს. მე არ ვაპირებ ჩემი ქვეყნის ჩაბარებას, რადგან არ მაქვს ამის უფლება. საქმე იმაში არ არის ვიმალები თუ არა კონსტიტუციის უკან. სახელმწიფო კერძო საკუთრებაა? დონეცკის ოლქი ჩემი კერძო საკუთრებაა თუ თქვენი? ტერიტორიების გაცვლა ძალიან რთული საკითხია, რომელსაც ვერ გამოვყოფ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისგან, ჩვენი სუვერენული სახელმწიფოსგან და ჩვენი ხალხისგან. ჩემი გეგმა ძალიან მარტივია, ცეცხლის შეწყვეტა. ამ პერიოდში ჩვენ უნდა განვიხილოთ და გადავჭრათ საკითხები შეერთებული შტატების შუამავლობით და ცხადი გარანტიებით. მაგალითად, რა გარანტიების მოცემა შეუძლია ევროპას, შეერთებულ შტატებს და რუსეთსაც. საჭიროა ამაზე პოზიციების შეთანხმება. რამდენი სიტყვაც თქვა და რამდენი წინადადებას თქვა, იმდენჯერ შეიძლება შეეკამათო ამ კაცს, რომ ყველაფერი არასწორად თქვა. რომ ეს არის რუსეთის და უკრაინის საკითხი. რუსეთი და უკრაინა აქ მთავარი. არ არის სწორი, არ სურს ამის გაგება, რომ ეს სწორი არ არის. აქ თავარი არის რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მთელი ეს უკრაინა თავისი 45 მილიონზე მეტი მოსახლეობით და უზარმაზარი ტერიტორიით ევროპაში გამოიყენა როგორც ჯვარი, გამოიყენა როგორც საზარბაზნე ხორცი, გამოიყენა როგორც ინსტრუმენტი, გამოიყენა როგორც იარაღი რუსეთის წინააღმდეგ და ეს ვაჟბატონი იძახის, რომ მე ვარ მთავარი და უკრაინაა მთავარიო. ვერ ხვდება იმას, რომ ამნაირი ვაჟბატონების ხელით უკრაინა დაღუპეს, დაანგრიეს, დააქციეს და მიწასთან გაასწორეს. ეს ისევ იმ ეპოქაშია ჩარჩენილი, რომლის ერთ-ერთ აჩრდილსაც ახლა წარმოგიდგენთ თავისი მოსაზრებებით. არ არის სწორი, რომ უკრაინა არ არის ევროსაბჭოს, ევროკავშირის წევრი. უკრაინა 50 მილიონიანი სახელმწიფო უზარმაზარი სამეცნიერო და ეკონომიკური პოტენციალით ეს მხოლოდ გაამაგრებს ევროპას და ევროპის დემოკრატიას. აი ამ თაობამ, ედუარდ შევარდნაძის თაობამ, მიხეილ გორბაჩოვმა, იაკოვლევმა, ალექსანდრე იაკოვლევმა და სხვებმა, მაშინდელმა ვერხუშკამ საბჭოთა კავშირისა. საბჭოთა კავშირის დაანგრიეს და ეს აჩრდილები მათი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგაც განაგრძობენ ნგრევას საბჭოთა რესპუბლიკებისა, მათ შორის რუსეთისა. აი მათი ნამოღვაწარი, მათი ნამოქმედარი, მათი ნააზრევი არის დამანგრეველი როგორც რუსეთისთვის, ასე დანარჩენი რესპუბლიკებისთვის, ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებისთვის და ზელენსკი და მისნაირები აი ამ პოზიციაზე დგანან. ამ უბედურებაზე დგანან, რასაც თესავდნენ ეს ადამიანები, როდესაც ისინი
იყვნენ საბჭოთა სახელმწიფოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და ჰქონდათ უზარმაზარი გავლენები. განა მარტო უკრაინაზე ლაპარაკობს ბატონი შევარდნაძე, რა თქმა უნდა ის პირველ რიგში საქართველოსაც ლაპარაკობდა. ერთ მხარეს ერთი ძალა, მეორე მხარეს მეორე ძალა, მეორე ძალის უკან კიდე სხვა ძალა ადგას და აი ასე. მაგრამ უკრაინის გარეშე დიდი ევროპა წარმოუდგენელია. ისე როგორც წარმოუდგენელია საქართველოს და ჩვენი მეგობრების აზერბაიჯანელების გარეშე წარმოუდგენელია. საქართველო არის საზღვარი, ევროპის საზღვარი. აქ თავდება ქრისტიანობა. არა მარტო ქრისტიანობა. და ეს ის საზღვარია, რომელიც ევროპას ძალიან ჭირდება. აი აქ ბევრი შეცდომაა დაშვებული, მაგრამ ერთი განსაკუთრებით მძიმე შეცდომაა დაშვებული, როდესაც შევარდნაძეს ქრისტიანობა წარმოდგენილი აქვს ევროპაში, დასავლეთში და საქართველო მიაჩნია დასავლური ევროპული ქრისტიანობის გაგრძელებად. მას ავიწყდება, რომ რუსეთი არის ქრისტიანული სახელმწიფო. და მას განსაკუთრებით ავიწყდება ის, რომ რუსეთი არის მართლმადიდებელი სახელმწიფო. მართლმადიდებლური ქრისტიანობაა რუსეთის სული და გული, ისევე როგორც საქართველოსი. ამიტომ თუ ქრისტიანობაზე ვისაუბრებთ, თუ ქრისტიანულ მიზიდულობაზე ვისაუბრებთ, მაშინ ჩვენი მიზიდულობის ცენტრი კათოლიკური ქრისტიანობა კი არ უნდა იყოს, არამედ მართლმადიდებლური ქრისტიანობა უნდა იყოს, მაგრამ შევარდნაძე ამ საკითხში ღრმად ცდებოდა, ან თუ არ ცდებოდა, მაშინ მიზან მიმართულად ამრუდებდა მიმართულებებს და ამრუდებდა ხაზებს, ამრუდებდა ორიენტაციებს და ამიტომ წარმოგვიდგებოდა აი ასეთი ფორმით. ახლა, როდესაც აი ამ პოლიტიკამ, რომელსაც დღემდე მიჰყვება ზელენსკი, უკრაინის ნგრევა მოიტანა, ზელენსკი აცხადებს, რომ რა ეს ტერიტორიები კერძო საკუთრება ხომ არ არისო, ეს უკრაინის საკუთრება, ხალხის საკუთრება და როგორ ვინ მომცა უფლება, ან ვის რა უფლება აქვს, მას ხელი შეახოსო, მაგრამ ნახოთ რას ამბობს მისი პირველი მოკავშირე, უპირველესი მოკავშირე ბატონი ტრამპი. Президент Путин, я полагаю, хочет мира, и Зеленский хочет мира. Сейчас Зеленскому нужно получить все необходимое, потому что ему придется готовиться к подписанию чего-то. Думаю, он усердно работает над этим. Придется ли Зеленскому отказаться от территории? Мы говорим о территории, за которую шли бои в течение 3,5 лет, и, как вы знаете, погибло много россиян, погибло много украинцев, так что мы рассматриваем этот вопрос. Но мы также думаем и о том, чтобы что-то вернуть и что-то обменять. Это сложно. На самом деле в этом нет ничего простого. Это очень сложно, но мы вернем что-то, а что-то обменяем. Произойдет обмен территориями к выгоде обеих сторон, но мы поговорим об этом позже. Абатон. სრულიად ერთმნიშვნელოვნად არის ტერიტორიების საკითხი დასმული და ზელენსკის მოუწევს რაღაცაზე წასვლაო აცხადებს ბატონი ტრამპი. ანუ ტერიტორიების დათმობა მოუწევს, იმიტომ რომ ეს უნდა გავცვალოთ რაღაც უფრო მაღალ ღირებულებაში. ეს მაღალი ღირებულება ტრამპისთვის რომ არის მაღალი, შესაძლებელია უკრაინელი ხალხისთვის არ იყოს მაღალი ღირებულება, უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე უკრაინული ტერიტორიებია, მაგრამ ტრამპს ასე აქვს გადაწყვეტილი. ბედმა ასე გადაწყვიტა. იმ პოლიტიკამ, რომელმაც რუსეთი ამ ნაბიჯების გადადგმამდე მიიყვანა, ასე გადაწყვიტა. ახლა უკრაინულ ტერიტორიებს ვეღარაფერი ვეღარ უშველის. უკრაინის დაშლა ყოველ შემთხვევაში იმ ტერიტორიების მოგლეჯა, რომელიც რუსეთმა უკვე გამოაცხადა საკუთარ ტერიტორიებად, აღარ შეიცვლება. ეს გადაწყვეტილია, რამდენიც არ უნდა იძახოს. აქედან, სააქაოდან, ზელენსკიმ და იქიდან, საიქიოდან შევარდნაძემ. ამ საკითხს აღარაფერი აღარ უშველის. არასწორი პოლიტიკა იძლევა დამანგრეველ შედეგებს. აი რა უნდა გავაცნობიეროთ.
არასწორი პოლიტიკა იძლევა დამანგრეველ შედეგებს. ეს ჩვენთვისაც გაკვეთილი უნდა იყოს. ტრამპმა ამ შეხვედრის წინ რამდენიმე განცხადება გააკეთა და მე მინდა პატარა ფრაგმენტები წარმოგიდგინოთ, 3 ფრაგმენტი ზედიზედ. So I'm going to go and see the parameters. ვაპირებ ყველა ვარიანტი განვიხილო. არადა შემიძლია უბრალოდ ვუსურვო წარმატება, თავი დავანებო და ასე დავასრულო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ამბავი არ მოგვარდება. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ პუტინს მთელი უკრაინა სურდა. სხვათა შორის მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ჩემი აზრით, მე რომ არა, პუტინი ახლა არავისთან ისაუბრებდა, მაგრამ მე მას შევხვდები. ვნახოთ რა იქნება. შეხვედრის დასრულებისთანავე დაურეკავ პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს. შევატყობინებ, როგორი შეთანხმების დადებას არ ვაპირებ. შეთანხმების დადება ჩემზე არაა დამოკიდებული. ვფიქრობ, შეთანხმება ორივესთვის მისაღები უნდა იყოს. რუსეთი კი თავისი ქვეყნის მშენებლობას უნდა დაუბრუნდეს. ეს უზარმაზარი ქვეყანაა. It should be made for both. But I'm going to meet with President Putin and we're going to see. პრეზიდენტ პუტინს შევხვდები და ვნახოთ რა აქვს მას განზრახული. თუ ეს მოთხოვნა სამართლიანი იქნება ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის შევატყობინებ. ვფიქრობ, პატივისცემის ნიშნად ჯერ პრეზიდენტ ზელენსკის დაურეკავ და შემდეგ დანარჩენებს. შემდეგ შეიძლება ვუთხრა, წარმატებები, განაგრძეთ ომი, ან შეიძლება შეთანხმებასაც მივახციოთ. ერთს გეტყვით, ვნახე უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. ხალხის 88% შეთანხმების მიღწევა სურს. 3 წლით უკან თუ დაუბრუნდებით, ყველას ომის სურვილი ჰქონდა. იცით, ომი ყველას სურს, სანამ ის მართლა დაიწყება. Of the people would like to see a deal made. ომი ყველას სურს, სანამ ის დაიწყებაო და რაღაცა ჭეშმარიტების მარცვალი ამ ნათქვამში არის, იმიტომ რომ ომი ეჩვენებათ ხოლმე პრობლემის გადაწყვეტად და გადაჭრად, მაგრამ რეალურად ომი არის უბედურება, ომი არის სისხლი და ომი არის წრემლი. ეს უკრაინა მას გვანახა, ასეც იყო მოსალოდნელი, სხვანაირად ვერ მოხდებოდა. ამიტომ ტრამპის განწყობა ამ შემთხვევაში მისასალმებელია, ის არის ენერგიული, მას უნდა ომი შეჩერდეს, გასაგებია მისი პირადი მიზანიც არის აქ ჩაქსოვილი და სახელმწიფოებრივი მიზანიც, იმიტომ რომ ასია თუ ისეა, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ომის ინიციატორი არის ამერიკის შეერთებული შტატები, კოლექტიური დასავლეთი, ეს უნდა როგორმე შეარბილოს და ჩამორეცხოს მის ქვეყანას ბატონმა ტრამპმა და მას აგრეთვე სურს, რომ იყოს მშვიდობის მყოფელი, იმიტომ რომ ცოტა შორს გამიზნული მიზანი აქვს, ეს არის თქვათ იგივე ნობელის პრემია მშვიდობის დარგში და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ ის ენერგიულად კიდევს ხელს აი ამ საქმეს, კიდევ ერთი განცხადება მისი. თუ ვლადიმერ პუტინი პარასკევს თქვენთან შეხვედრის შემდეგ არდეს თანხდება ომის შეწყვეტას, ამას შედეგები მოხვება? Yes, they will. Yeah. What will there will be? მოხვება, ძალიან მძიმე შედეგები მოხვება. Say there will be very severe consequences. Yes. აქვე ბარემ მოგასმენიებთ მის კიდევ ერთ განცხადებას და ამით ტრამპის ციტირებას, ასე ვთქვათ, მორჩებით. ახლა პრეზიდენტ პუტინს შევხვდები და შემდეგ ევროპელ ლიდერებსა და პრეზიდენტ ზელენსკის დაურეკავ. ჯერ პრეზიდენტ ზელენსკის. დიდი შანსია, რომ გვექნება მეორე შეხვედრაც, რომელიც პირველზე უფრო პროდუქტიული იქნება, რადგან პირველ შეხვედრაზე პუტინთან გავარკვევ, სად ვართ და რის გაკეთებას ვაპირებთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ბაიდენის ომია, ეს ჩემი ომი არ არის. ამ საქმეში მან ჩაგვითრია და ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. ეს ომი არასდროს დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი ყოფილიყავი, მაგრამ ესაა ის რაც არის და მე აქ ვარ მის გამოსასწორებლად და შესაჩერებლად. გასულ კვირას 7213 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად ჯარისკაცები. ქალაქებისთვის რაკეტების სროლაც ვითარებას არ აუმჯობესებს. ეს ჯარისკაცები ამერიკელები არ არიან, მაგრამ თუ ბევრი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ, შესანიშნავი იქნება. ბოლო 6 თვის განმავლობაში 5 ომი შევაჩერე და ამასთანავე ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. სხვათა შორის ეს სწორი შეფასება აღმოჩნდა, რადგან მანამდე ზოგიერთი პრესა ამბობდა, რომ ეს პოტენციალი შეიძლება არ განადგურებულიყო. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ პუტინთან პირველი შეხვედრა კარგად ჩაივლის, მეორე შეხვედრა სწრაფად დაიგეგმება. სურს ეს დაუყოვნებლივ მოხდეს და თუ პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის სურვილი ექნებათ, მეც მივიღო მონაწილეობა, აუცილებლად დავესწრები. მეორე შეხვედრას შედეგი აუცილებლად მოხვება. პირველი კი უბრალოდ მისთვის მზადებაა. თუმცა თუ მე ჩავთვლი, რომ მისი ჩატარება არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან ვერ მივიგე საჭირო პასუხები, მაშინ მეორე შეხვედრა არ შედგება. ტრამპის ამ განცხადებაში ალბათ შეატყობდით და შეამჩნევდით, რა თქმა უნდა, არის დემაგოგიის საკმაოდ დიდი დოზა. მაგრამ განსაკუთრებით დემაგოგიურია ერთი განცხადება, რომელსაც ხშირად იმეორებს. ეს არ არის ჩემი ომი, ეს არის ბაიდენის ომი, აცხადებს ბატონი ტრამპი. ჯერ ერთი ამ ნათქვამით ის აღიარებს, რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ომი. იმიტომ რომ ბაიდენია, ტრამპია, ბუშია თუ ვინც არ უნდა იყოს,
ლინკოლნია თუ რუზველტია, არა აქვს მნიშვნელობა. თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მონაწილეობს ამა თუ იმ ომში ან არის ინიციატორი ამა თუ იმ ომისა, ეს არის ამერიკის ომი და არ შეიძლება ეს ომი წარმოვადგინოთ ასე, რომ ბაიდენის ომია და ტრამპის მშვიდობაა. არა ბატონებო, არც ბაიდენის ომია და არც ტრამპის მშვიდობა იქნება ის, რომელიც დამყარდება ღმერთმა ქნას რომ დამყარდეს. ეს ომი, ეს უბედურება, ეს სისხლი, ეს ტრაგედია, ეს დანგრევა უკრაინისა არის ამერიკული პოლიტიკის შედეგი. ტრამპი ცდილობს აი ამ წახნაგების შერბილებას და საკმაოდ გაქნილი და მოხარხებული დემაგოგიით ფუთავს ამას, მაგრამ ისტორიისთვის რამდენად შეიფუთება ეს ისე როგორც ტრამპს აქვს ჩაფიქრებული, არ ვიცი. ალბათ სავარაუდოა რომ არა. ახლა რაც შეეხება ევროპას, აქ ევროპაც იყო ნახსენები, მე ევროპელ ლიდერებს შევაყენებ საქმის კურსიო, თუ რა როგორ წავაო ამ შეხვედრის დროსო ბატონი ტრამპი ბრძანებს, ანუ ევროპელი ლიდერები აქ არც ფიზიკურად არიან წარმოდგენილი და არც მონაწილეობენ ამ საქმეში. ისინი თამაშ გარეშე მდგომარეობაში დატოვეს საფეხბურთო ტერმინი რომ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ევროპა თანდათანობით ჩამოწერა პირველ რიგში ტრამპმა, ისე ევროპელებმა თვითონ ჩამოწერეს თავიანთი თავი, ეს უფრო სწორი მიდგომა იქნება, თავიანთი უსინდისო, უზნეო, გაუთვლელი და ბრიყული პოლიტიკით. მაგრამ ნუ რაც აქვთ, ეს აქვთ. ახლა ვნახოთ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, რას ამბობს ბატონი მერცი, გერმანიის ლიდერი. Präsident der Vereinigten Staaten Donald Trump will nun Gespräche ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლა უკრაინისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. პარასკევს ის ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას აპირებს. ანკორიჯში შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ამიტომ ჩვენ ევროპელები ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ამ შეხვედრისთვის სწორად მომზადება შევძლოთ. ჩვენ გვსურს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარასკევს ანკორიჯში წარმატებული იყოს. ალასკაში ევროპისა და უკრაინის ფუნდამენტური უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს დაცული. ეს იყო გზავნილი, რომელიც ჩვენ როგორც ევროპელებმა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადავეცით და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვეთანხმებით როგორც არსებული სიტუაციის შეფასებას, ასევე მომავალი პარასკევისთვის დასახულ მიზანს. ეს არის სწორედ ის თამაშ გარეშე მდგომარეობაში აღმოჩენილი სახელმწიფოს და მისი ლიდერის პოზიცია, რომელსაც არავინ არაფერს არ ეკითხება, მაგრამ ფარხმას არ ყრის და ისეთ წინადადებებს აბამს ერთმანეთს, რომ თითქოს რაღაცა როლს თამაშობს მთელ ამ სიტუაციაში. ამ დროს რეალურად ის უკვე გასულია თამაშიდან. იგივე ჭირს დიდ ბრიტანეთსაც. ნახოთ მისი ლიდერის სტარმერის პოზიცია. პარასკევს დაგეგმილი შეხვედრა, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ესწრება, უაღრესად მნიშვნელოვანია. როგორც მას პირადად ვუთხარი, ეს კონფლიქტი 3 წელია მიმდინარეობს. აქამდე ვერ გამოუძებნეთ პრობლემის რეალურად გადაჭრისა და ცეცხლის შეწყვეტის გზა. თუმცა ახლა პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაწეული შრომის წყალობით ეს შანსი გვაქვს. რამდენიმე საკვანძო საკითხია. ემანუელმა ახლახან ისაუბრა ამაზე. ფრიდრიხმაც. პირველ ყოვლისა, უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე არ უნდა გაიმართოს. ეს ჩვენი ჯგუფის დიდი ხნის პრინციპია და ვიცი, რომ პრეზიდენტი ზელენსკიც ჩართულია ამ საუბარში და მისთვის ეს გასაგები იქნება. ამასთანავე საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ამ ჯგუფის დიდი ხნის პრინციპია. საზღვრებზე დიპლომატიასა და ცეცხლის შეწყვეტაზე ნებისმიერი საუბარი უნდა იყოს უსაფრთხოების მყარ და სანდო გარანტიებზე დაფუძნებული, რათა უზრუნველყოთ მდგრადი მშვიდობა და ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში უკრაინას შეეძლოს თავისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. სწორედ ამისთვის შეიქმნა ეს ჯგუფი. ამიტომ ამ მნიშვნელოვანი რომ შევასრულოთ ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებები. მნიშვნელოვანია კოლეგებს შევახსენოთ, რომ მზად ვართ გავზარდოთ რუსეთს ეს ზეწოლა, განსაკუთრებით მის ეკონომიკაზე სანქციებითა და საჭიროების შემთხვევაში უფრო ფართო ზომებითაც. თქვენ უკვე ხედავთ მიღებული ზომების ეფექტს. ამჯერად დიდ ბრიტანეთში ვამზადებთ მკაცრი სანქციების შემდეგ პაკეტს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველამ გავაგრძელოთ მუშაობა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ძალიან საინტერესოა და შემაშფოთებელიც არის ერთგვარად ის ფაქტი, რომ ისეთი უზარმაზარი სახელმწიფოს წარმომადგენლები, როგორც არის თქვა გერმანიის ლიდერი და დიდი ბრიტანეთის ლიდერი, ვერ ატყობენ, რომ სიტუაცია სხვა განზომილებაში გადავიდა.
რომ გუშინდელი დღე უკვე ჩავლილია და იწყება ახალი თვისებრივად განსხვავებული დღე. ამას ვერ ხედავენ, იმ წარსულში ჩარჩნენ, წარსული კატეგორიებით აზროვნებენ და გონიათ, რომ უკრაინაში ხვალიდან ისე გაგრძელდება ყველაფერი, როგორც აქამდე მიდიოდა. არა და როგორიც არ უნდა იყოს ამ შეხვედრის ფინალი, როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, შედეგი ამ შეხვედრისა, უკრაინაში ახალი ეტაპი დგება ნებისმიერ სიტუაციაში. ამას ვერ ხედავენ, ვერ აცნობიერებენ და ვერ ითვალისწინებენ დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერები. რა თქმა უნდა, ამას ვერ გაითვალისწინებს ზელენსკი, რომელიც დიდად ჩამორჩება გონებრივად დღევანდელ საერთაშორისო ლიდერებსაც კი, რომლებიც არ ბრწყინავენ გონებრივად. უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მხოლოდ და მხოლოდ უკრაინასთან უნდა განიხილებოდეს. უნდა მოვემზადოთ სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებისთვის. პირველ რიგში უნდა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და უნდა მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები. ეს გარანტიები კი უნდა გაძლიერდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დასახდება. შევთანხმდით იმაზეც, რომ რუსეთს ვერ ექნება ვეტოს გამოყენების უფლება უკრაინის უსაფრთხოებაზე და რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა იყოს შერწყმული რუსეთზე შესაბამის ზეწოლასთან. Санкციებით ძალაში უნდა დარჩეს. როგორც გითხარით, ეს კაცი ისევ სანქციების კატეგორიით აზროვნებს და ვერ გამოვიდა გუშინდელი დღის გავლენისგან და თუ გნებავთ ხიბლისგანაც. საერთოდ რა მდგომარეობაა ევროპაში? ჩვენ ვიცით და ხვდებით, ყველა ხვდება ამას, რომ ევროპა სუვერენული არ არის. ევროპას სუვერენიტეტი წართმეული აქვს, რომ ევროპის ნაცვლად აზროვნებს და მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატები. ყოველ შემთხვევაში სუვერენიტეტის დიდი დოზა რომ ქონდა დაკარგული, ამას ყველა გონიერი ადამიანი ხვდებოდა, მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა. არა რაღაცა დოზა სუვერენიტეტის, არამედ სუვერენიტეტი სრულიად მთლიანად ქონიათ დაკარგული. ამას მე კი არ ვამბობ, ამის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის президентმა Владимир Путин. Было ясно, что суверенитета у Евросоюза, у Европы не так уж и много. Сегодня стало очевидно, что его нету вообще. А за этим сразу следует, вот в той ситуации критической, которая сложилась, следуют и экономические потери, и утрата суверенитета политического сейчас ведет к утрате и экономического суверенитета, и к колоссальным потерям. აი ასეთი არის დღევანდელი ევროპა, მის და სამწუხაროდ, ეს არის ძალიან ცუდი თავისთავად ცხადია, ჩვენთვის ჯობდა სუვერენული ევროპა, ევროპა, რომელიც იქნებოდა მოაზროვნე, ევროპა, რომელიც არ იქნებოდა ვიღაცის უბრალო დანამატი, მაგრამ სამწუხაროდ საწინააღმდეგო რეალობა გვაქვს და ახლა ყველაფერი ეს რანაირად აისახება რით და როგორ მოუბრუნდება საქართველოს და საერთოდ ქართული პრობლემების გადაჭრის რა გზები არსებობს. მე მინდა ამერიკელი კაცი წარმოგიდგინოთ, თქვენთვის კარგად ნაცნობი სკოტ რიტერი, რომელიც ლაპარაკობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი გადაჭრის გზებზე. მოკლე ფრაგმენტი. Давайте я немножко такие приоритеты выстрою, вот которые должны быть с моей точки зрения у Грузии. Вернуть грузинских жителей, чтобы они жили в Абхазии, в их дома. То есть у Грузии приоритет должен быть, чтобы нормализация отношений с Россией. Не может быть решения абхазского вопроса без того, чтобы Россия и Грузия работали вместе. Не могут быть другие решения в отношении других вопросов без того, чтобы Россия и Грузия работали вместе. Вот когда вы это ставите своим фокусом и приоритетом, это все зависит от того, чтобы Грузия и Россия выстроили братские отношения друг между другом. Ну, какие требования будет Россия, например, иметь к Грузии? Наверное, безопасность. Россия очень сильно переживает и заботится о Южном Кавказе. Если будут проблемы на грузинской границе, будут проблемы и на российской границе. Это взаимовыгодный интерес. ოდნავ რომ გადავთარგმნოთ არა რუსულიდან ქართულზე, არამედ პოლიტიკის ენიდან პოლიტიკის ენაზე, ის რაც გვითხრა ბატონმა სკოტ რიტერმა, ეს არის ის, რომ
ჩვენ რუსეთის გარეშე ჩვენს უმთავრეს პრობლემას ვერ გადავწყვეტ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას. ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადავწყვეტ. აქ გადის გზა. მით უმეტეს იმ რეალობაში, რომელიც ახლა ყალიბდება. ამას ამერიკელი კაცი გვეუბნება. ჩვენ მით უმეტეს უნდა მივხვდეთ, რომ ეს ასეა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ბევრი რამის გაცნობიერება, როგორც გვიჭირდა, ისე გვიჭირს და კიდევ ერთხელ მინდა მოვიხმო ბატონი მამუკა ფიფია, პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის, ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ისევ რუსეთთან ურთიერთობაზე დაგველაპარაკება. Мы не понимаем, кто на сегодняшний день защищает Грузию. Значит, Европы нету, НАТО нету, у нас самая малочисленная армия в регионе, у нас нет вооружения, потому что наши партнеры, европейские и американские, запретили после 2008 года, после провокации Саакашвили, запретили продажу Грузии оружия. Наша партия неоднократно выступала и выступает за союзнические отношения с Россией, за военный союз с Россией. На сегодняшний день такая турбулентность у нас в регионе, нам одним не выжить. Нам нужно двигаться друг к другу и двигаться к этому союзу. ეს სიტყვები თუ გნებავთ ჩავთვალოთ ამ გადაცემის დასკვნით ნაწილად, იმიტომ რომ აქ სრული ჭეშმარიტებაა გაცხადებული, ჩვენ რუსეთის შემადგენლობისკენ კი არ უნდა ვისწრაფოდეთ, არამედ როგორც სუვერენული სახელმწიფო ერთი მიმართულებით, ერთი გეზით, ერთი ხაზით სულისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, იმიტომ რომ რუსეთი ეს არის ჩვენი ისტორიული მოკავშირე, რუსეთი არის ჩვენი უზარმაზარი მეზობელი სახელმწიფო, რუსეთი არის მართლმადიდებელი სახელმწიფო და ჩვენც ვართ მართლმადიდებელი ერი და მართლმადიდებელი ხალხი. ამიტომ აი ეს ფუნდამენტი, რაზეც უნდა აშენდეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და რაც დღეს წაშლილია პრაქტიკულად და გამოცლილი გვაქვს ხელიდან, აი ეს ფუნდამენტი უნდა დავიბრუნოთ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ ალბათ ყველაზე სწორი იქნება იმ რიტუალის შესრულება, რითაც მე ვამთავრებ ხოლმე ამ გადაცემას. ეს არის სანთლის ანთების რიტუალი, რომელსაც დღესაც გავაკეთებ. დღესაც გადავიწერ პირჯვარს ამ გადაცემაში და თქვენს მოგიწოდებთ, რომ იგივე გააკეთოთ, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ეს არის ერთადერთი სწორი მიმართულება. ეს არის ის გზა, რომელიც წაგვიყვანს სინათლისკენ, წაგვიყვანს ისე როგორც აი ეს პატარა ანგელოზი, რომელსაც თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ, მიემართება ეკლესიისკენ, ტაძრისკენ, სიყვარულისკენ, ჭეშმარიტებისკენ, სინათლისკენ და ეს არის ის რა გზაც ჩვენ უნდა ავირჩიოთ. ჩვენი ფინალი უნდა იყოს ანთებული სამთლები. ჩვენი ფინალი უნდა იყოს სიყვარული. ჩვენი ფინალი, ჩვენი მიზანი და გზის, ასე ვთქვათ, ბოლომდე მიყვანა უნდა იყოს ის, რასაც ქვია მართლმადიდებლობა და ის კულტურა, რომელსაც ჩვენთვის ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენთვის ვერაფერი ჩაანაცვლეთ. აი თითქმის ყველაფერი ის, რაც დღეს თქვენთვის მინდოდა მეთქვა. აქვე გეტყვით იმის შესახებაც, რომ დღეიდან გავდივარ მშობლებაში და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით 5 სექტემბერს. თუ ღმერთმა ინება და ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც გვინდა რომ წარიმართოს. ამიტომ დაგემშვიდობებით 5 სექტემბრამდე. გისურვებთ, ვინც ისვენებთ დასვენებას, ლამაზ დასვენებას, ვინც ისევ შრომით ვაღწევ გახართ წარმატებულ შრომას, წარმატებულ საქმიანობას და მინდა რომ მომავალი ჩვენი შეხვედრა იყოს უფრო იმედიანი ამისთვის. საფუძველი არსებობს, მართლა ქნას რომ ეს საფუძველი ახდეს და გამართდეს. მასას დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე გადაცემაში სპეციალური გამოშვება.